ხო ნინა დად შენ 6-ზე ხო თავისუფლდები დღეს 6-ზე კი ხო ხო და ზეზვა გოშაძესთან წავიყვანოთ ბავშვები რა ვინა ზეზვა გოშაძე რაც პედიატრია დად არც ნოდოს და არც კატოს ხვალებამ არ გაუარა და მინდა რომ ფილტვებს მოусმინოს გამოიძახე ვინმე პედიატრი ნინა რა თათო ვინმე პედიატრი ამჭირდება მინდა ზეზვა გოშაძე ეს გამოჩენილია რატომ ალაპარაკებ ამდენს იმ კაცის შეკვეთა დავიწყეთ ნინა მაგიტო გეუბნები რა მოგეხვეწები მე რეწადი რა იმ კაცთან ირა ვერ მომყვება რაღაცა კონფლიქტი აქვს ამ კაცთან რა რაღაც გრძელი ისტორია მე მოგიყვები რაიმე ნამდვილად არ მაქვს ვინმე ზეზვა გოშაძის და ირას კონფლიქტის ისტორიის მოსმენის დრო ნინა რა ხო და ძალიან მოკლედ გითხარი 6-ზე მოდი სახლში იმიტომ რომ 7-ს რო 20 აკლია იქ უნდა ვიყოთ всё ხო კაი ოხ ბიჭო ეს კერძო შეკვეთებიც ხო უნდა იყო კარგი ქმარიც ხო უნდა იყო რომელიც კარგი მამაც არის მადლობა რა ხდება დავით ბავშვები უნდა წავიყვანო ვიღაც ცნობილ პედიატრთან ვიცი ეგ ზეზვა გოშაძე კი თამთასაც მაგასთან დაყავს ბავშვი იმან რა არის მისთან ეს მე არ ვიცი მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ერთხელ მაინც თუ არ გასინჯა ბავშვი ზეზვა გოშაძე ისე კარგ დედად არ გთვლია რა შევიპირდი ბიჭო იმ კაცს რაღაც დონემდე მივიყვანდი იმ ობიექტს რა ვერასწრებ ვერა სანდრიკ ვერას გუშინ წინ მუშებმა გადამაგდეს გუშინ სამსახურში შემოვჭით გვიანობამდე მის წინ პაღმელია გენაცვლე და უნდა ეს თავზე დადგომა მუშაობენ მაგრამ რა დავით არ ცხენია აუ სანდრიკ გეხვეწები რა შენ ხო ხარ ჩემი ძმა ჩაგისხავ ბენზინს და ადი დახებე რა იცოდე რომ ვაკონტროლებ საათ ნახევრის საქმე აქვს რისთვის რჩებიან აი როდის მithქვია უარი ახლა რო გითხრა წილი ჩემზე იყო სანდრიკ კარგი რა წილი მივალ დავხედავ შენ უბრალოდ ზუსტი მისამართი მითხარი და პარალელს დაურეკე წინასწარ რა ჩემი ძმა ხარ სანდრო ნამდვილი ძმა ურეკავ რა ხო აჰ ბიჭო რაღაც ვაკეთებ. მოიდი პაპი აღო რამე გადაიღე, კაცო რა შორსაც გიხარ. მოდი პაპი, მოდი ენაცვლე. დაუმოდი საბა ჩვენ კლავ მაჯონას გამოს. ბიჭო, გადაიღე. გამარჯობა. გადაიღე, მიაყვე. გამარჯობა. გამარჯობა. სანდრო ხოზმო. იგენასვალე. აი ხარი. ახტება რა ვითარება, რა ეტაპზე ვარ. რა ვიცი, მივდივარ ნელ-ნელა წინ სახურავზე მოვჭით სტეკლოვატის გაკეთებას მოვა და რა ვიცი, ბიჭების ხალობით მუშაობთ რა. აი თუ შეიძლება რომ ნახოთ ხო? კი ბატონო. რომ ჩვენს ვადები გვაქვს ჩვენი კონკრეტული უნდა ჩავედიოთ იმ ვადებში. პრობლემა არ არის გასაგებია და. დავდი. ბიჭებო, საქმეს მიმიხედეთ რა. კი. დავაი, მივხედოთ საქმეს. იქიდან მოკიდეთ რა. ეკარშენი კარგი, ბატონო მოი. სანდრო, ეს რაღაცები მოვჭით. ხო, მაგრამ ეს მოაჯირები აუცილებელი იყო რა. კი, აუცილებელია. გავაკეთე ძმა. ზატო ჭერი მოვჭით. კაი, ნახოთ აბა. ბიძანდით. კაროჩი რა, სამხელოსნო თუ არ გალებდი იმედა კაროჩი. ტვიდი კი არ ეხსნება თუ შენ გადამიყოლეს რა იმედა რა. ეგ არის კი. ეს არის ხო? კი, ეს არის. კაი, შევამოწო, აბა. ეხედი ძმა, თუ არა მოყვე. კარგი იყავით. რაიმე ბიჭებო მიშველი. სასწრაფოში დარეკეთინო, გელა დროზე. დროზე. კაცი მოგიხვდა მგონი, ბიჭო არ მოდი სათავე. გადახარ ფაი. არა უნდა გავდუ. რაიმე ჩემი. მოდი ჩავჯდეთ მანქანაში. ესა გავაღო, გავაღო. რა თუნდა 2 საათი გაღებას. აბა შეხტით. კარგი რა. დედიკო, სახში უნდა წავიდეთ. მიდი. გეუბნებოდი არაფერი არ ჭირთქო რა. არ იგები სად იყო ნინა. ეს ახლა გაგვიმართლა თორე.
ატუნდო და ფილტვების მოსმენას დოქტორ აიბოლიტი გამაგებინე რა. ესე კი გავდა. კაი დათო, ნუ მეჯუჯღუნები ყველაფერზე რა. იმის მაგივრად რომ გიხაროდეს ბავშვებს ფილტვებში არაფერი აქვს, რას მეჩხუბები ხა? რატო არაფერი არ აღმოაჩთათო? მაგაზე გეჩხუბები გოგო, მაგაზე გეჩხუბები. აი. არ ვიცი რა. ეჭვიანად იყავით. ხო, ემზა, შენი ჭირი მე რა, ბიჭო, ვერ ამოვედი, ჩემი მეგობარი ამოვა რა. რა საკეთებ? რა? ჰა? ბიჭო! რას მეუბნე? კაი ხომ მოვდივარ, კაი სად მიყავ? კაი. რა მოხდა დათო? სანდრო ჩავარდა მშენებლობას. ძალიან მძიმედ არის საავადმყოფოში მიყავს სასწრაფოს. მაიმე რა სამბო? აჰ, ბიჭო, მე ვთხოვე, ჩემაგივრად ასულე. აი რა, რებს ამბობ ხარ რა შენი მისი ბრალია, აბო, მისი ბრალია. კაი, მიგიყვან, თქვენ და უნდა გავარდო რა. აი, შენი პედიატრი! აი დაწყნარდი ხა. დაწყნარდი. არ ვიცი ოპერაციას უკეთებ. ანუ ვერ დავეწი ამას გიჟივით გამოვარდა. არ ვიცი საერთოდ რა უნდა და იქ. მდგომარეობა მძიმეა, პოლიტრაუმა, ჰემორაგიული შოკი იყო, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, აქტიური სისტემა იყო მოსასმოში, დაზიანებული იყო ელემენტა, მაგრამ გაკეთდა სპლენექტომია, გაჩერდა სისტემა. ეს რას ნიშნავს აქ? ამოვაკვეთეთ ელემენტთან. ჰიბრიდულ საოპერაციაში გაკეთდა ოპერაცია. ძალიან არის დამტვრეული. მრავლობით მოტეხილობა. ხვალ მეორე ოპერაცია ჩავუტარდა და ნახტოვი. არინებიულად, თავია გადარჩენა. როდი შეიძლება ნახვა? ნახვა არ შეიძლება ამეთებს. რატო? სიგარდი ხორი. მადლობა. მოგიყვება. იცოცხლე. რა ხდება რა? შენ ბრალია ყველაფერი მე რომ დაუგუპე კაცი მაგის დედავადერე. სისულელეებს მუბაზრობ ბიჭო. ჩემი ბრალია ბიჭო, აბა რა არის? მე და ნინა ბავშვები წავიყვანეთ ექიმთან, სადრე გაწავიდა უბიეგდა ჩემ მაგივრად. შეკვეთა მქონდა აღებული რაღაცა. თეი გადმოვიდა მე? ხო. ეს თელი დღე თავს იკლავს ჩემი ბრალია. რატო ენა არ მომწყდა იქ რომ გაუშვი რა. ეგრე გწოდნოდა ხო არ გაუშვებია რა. ჯუმი და თამთას ბოდიში მოვხადო და ვერ ვეკარები ისტერიკაშია რა ვქნა არ ვიცი.
აი საკაცო რა ბოდიში, რა დროს ბოდიშია შეჭამ. ახვალ მე და ესე რაც სანდრიკას მოვხდი ბოდიშს. აი არ არის ეგრე ზაზუში. აი კაცო, აი ნერვიულობ რა. მიდი ერთი რაღაცა მაგარი ჩაარტყი რა. მართლა რამე დასალოს მოვიტან რა. მიდი რა ზაზა. მიდი მოუტანე, ცოდუა ბიჭო, გაიყიდა. გამოდი რა. რა შეგოთქვი? ზანერვიულობს რა. შემოდით, შიგნით რატო იყინებით? შემიძლია, მე რა უნდა მივიდებოდი შემოვხადო, არ შემიძლია ასე ვერ მიდგები. მე მეთქო, გეხვეწები რა, ეხლა არ არის მაგის სიდრო რა. მე თუ გინდა ერთად მივიდეთ და მოვუხადოთ ბოდიში ცოლ. მინდა ვერ ლაპარაკობს ეს კაცი და გონზეც არ არის. გონზე როცა მოვა, მე და შენ ავიდეთ და მოვუხადოთ ბოდიში. თორე ასე ჯობია რა თორე ნათალიანი. არ ვიცი რა. აი. წადით რა თქვენ ბავშვები გელოდებიან, ცოდოები ხართ რა. მოიცადე კაც სად უნდა წავიდეთ. წავალ თამთა რა მოგიტან რამეს ვამოს კაცო. ცოდო. არ მინდა არაფერი. აი რა ყავას მაინც მოგიტან კაცო, მოიცადე. აი მეკნებ შემიშვან იმ რეანიმაციაში რა. თამთა არავინ არ შეგიშვებს შენ იქ. თამთა რაღაც მინდა გითხრა. ბიჭო დავით, ეს რა რაღაცა და მოგინდა. უთხრა ზაზუშა რა. ეხლა რა უთხრა შეჭრა. არ არის მაგას. მაცადე. თამთა. დათო. ჩემი ბრალი ეს ყველაფერი. რა? მე გავუშვი იქ ჩემს მაგიერ. მე და ენა ბავშვები წავიყვანეთ. იმას კაცია როგორი ეს პედიატრი რო ფილტვებში უნდა მოესმინე რამე ხო არა. აი დათო შენ რა შუაში ხარ? რა იცოდი ხა რომ ესე მოხდებოდა. საზამო მოწევინე რა. არა მოწევ მაგას. ნახე? კი. ლაპარაკი დიდათ არ შეუძლია, მაგრამ ისეა რა. შიგნით არის თამთა? პალატაში. რა დათო რა სამბაბო. რა ვიცი კეთი. თურქეთშია ძალიან კარგი რეაბილიტაციის ცენტრი და იქ 100%-ით ფეხზე დააყენებენ ძალიან მალე და კარგად. თურქეთი ხო? კარგია. ტირის ბიჭო თამთა. სადამახე მაგის ფული. ძალიან ძვირია, ყონალა. ანუ ჩემი ბრალია და მე უნდა გავუშვა რა. გავუშვათ დათო, მაგრამ მაგის ფული სად გვაქვს ჩვენ ახლა? არ გვაქვს დინა, მაგრამ უნდა ვიშოვოთ. რამდენი ჭირდება? ბევრი ბიჭო. ბევრი ნუ რამდენი? 50,000 ევრო პირველ ეტაპზე. რა? რამდენი? დათო 50,000 ევრო ჩვენ როგორ უნდა ვიშოვოთ? ეგ ფული ჩემი საშუალია მინა შუაზე რომ გავიხე მაინც რა. არ უნდა მას ლაპარაკი. მაინც ხონდეს მაგდენი მაგის დედავადე. კაი. უნდა მივბრუნდე მე სამსახურში. წამოხვალ დაგდო სახლში. დათო, ხეცი ფული რა იშავა შენ. მაინც არის ზავსანდრიკას ხატებია, არ წავა რა მაგ ფულით რა. კეთი. სანდრო უნდა გამოჯამრთელდეს და რაც შეიძლება მალე. კაი. წავედით ხო? კაი, წავედით. კაი. დავაი. მე
წარმოდგენა არ მაქვს, საიდან უნდა ვიშოვო ჩვენამდე. არც მე მინდა რომ მქონდეს ხო ვიშოვიდი ამდენი ხანი. ეს უნდა დაგიგე ბიჭო დავით ას. ალბათ არ მაგარო გაუშვა. და რა ვქნათ? ავიღები როდეც რა. ჩავდებ ორივე ბინას. მამაშენს დაველაპარაკებ იქნება საბურავი სახლი შემოდობინოს. სამ ბინას რო ჩავდებ მომცემენ კრედიტს ალბათ როგორც. მოიმედოთ რო ვერ გადაიხადო, სად წავიდეთ? გადავიხდი. ეს მაგაცები კი ავაგროვებთ ფულს, მაგრამ მაგდენი მისაუბრეთ. დათო საიდან უნდა მოიტანოს? წარმოდგენა არა. ამდენი ქეში ვისედებოდო. შეთოს ვიცავი მე რომ მქონდეს მართლა მივცემდი. ოიასნია, მაგრამ სადამა ხება? თან ეს პირველ ეტაპზე ვარ, მე კიდე ხუიოზნაით რამდენი ხარჯი იქნება. მაგაცებიც მოა ჩავადგეთ და აბროჩი. ეგ ცალკე კიდე ხარჯი იქნება. ეს ხომ აკატასონები. არი ნერვიულო მინდა. იქნება რაღაც. აი რა ნოიცი, ესე არ ნერვიულო კაი. და მე უთხარი რა გინა რა შორიდან მივლი მეთქი. რა იცი შენ მაშვილმა რო შევიყვანო, სად შევიყვანო? კლიენტთან დალაპარაკება იცის, კომპიუტერი იცის, დათვლა იცის, ჩოთქი იცის, ექსლი იცის, კომპიუტერი რა არაფერი არ იცის. რა კარგად გითხია, შენ გაიხარე, ეგრე მოხდება. დაიწყო მე ბოდიალი. ვალიკო რომ მოაწყო ბიზამისმა საფხა ზესტაფონში. აბა. ო, იმაზე დაიწყო ლაპარაკი. მე ვუთხარ დენიკინის დრო გაიხსენი, ახლა კიდევ მეთქი. რამე გაგასვენა გოგო დენიკი. უიმე, როგორ ხარ? მოდი შენ შემოგევლი, ნუნუკა, ჩემი ლამაზი გოგო. ნუნუკამ დედიკო ისეთი თუნთულა დედალი ჩამოგვიყანა, დედიკო მოხარშეთ შივა და ახლა ბავშვებს უნდა ვაჭამო დედა. რა იყო დედა? რაღაცა ხასიათზე ვერ ახარ დედა. უი, ხო მართლა, სანდრო როგორ არის დედიკო? ცუდად. უი რა მითხარ. დედა დევიტვინ ბიჭის საცოდაობით კაცო. მომიყვანა ნანამ ყველაფერი. ახლა უკეთ არის, მაგრამ თურქეთშია წასაყვანი რეაბილიტაციისთვის. და რა მითხარ ეს? იქ რაღაცა თერაპია უნდა ჩაუტარონ და დათო თავს იკავს შეიმბრალია და მე უნდა გადავიხადო ფული. დეინახე. რა პრაიცის თავზე გადაბრალება. რა არის ახლა ეს? კი მაგრამ დედიკოს, დათო სადაა დედა ფული? რა ვიცი, ბინებს ჩავდებო. ჩვენ სასას, თქვენ სასას, დედა ჩემი სასას. რაია დედიკო? ვის ბინებს ჩავდებთო? არა, ჩემი შვილი სულ გაგიჟებულა. ჭკვა და უკარგია დედიკო. კაი, გაჩერდი კაცო, დაწვან. კი მაგრამ რომ ვერ გადავიხადოთ? რომ ვერ გადავიხადოთ დედიკო საწავიდე. ქუჩაში ვიცხოვრო დედა კარდონის ყუთში. გაჩერდი კაცო, კარდონის ყუთში რა გინდა? 50,000 ევროა დასაწყისისთვის საჭირო. დედა, სად გვაგამდენი ევროები დედიკო ჩვენ? რა 500 ვაიმე. გაჩერდი, რაცხა იქნება კაცო. არა, ჩემი შვილი უნდა გაგიშდა. აი, ბოდიში წამოწები რა. აი, დაწყაბი, ნერვიულობ. გაგებიქე. დედა, გაჩერდი. და მე შეიძლება, ვაიმე. მაგრამ რო არ ესმით არაფერი? ვეუბნები ბაქარით სულ. ჩემალი გაგიჟდება რომ გადადები რაღაცა, 1-2 კაპიკი გაჭირების. რა მითხარ, რა თქვა ამბობ. რადგან 100 ლარი იქნება, 100 ფონტი იქნება, 100 დოლარი იქნება, გადადები. რა იცი, რაში გამოგადგება კაცო? მაგრამ რო არ ესმით ამ ახალგაზრდებს არაფერი. არაფერი არ ესმით, არა მე აღარ მესმის არაფერი. და დღეში ვარ. რა შეთანხმება უნდა შეგასო? ჩადე. მე არაფერი დანაზოგი არ მაქვს, არა. შემოგევლოს ჩემი თავი. დედა შენ შეუთანხმდი, იმის სახელზეა ეს ბინა. რა გაგვძლევს ახლა დედა ჩემის წნევას? ო და ნუ აწივლე. აჩვენე სქემა, როგორ აპირებ ამ ვალის გადახდას და დამშვიდდება. არ ვიცი ჯერ როგორ გადავიხდი მამა. ო და აუწევს წნევა აბარასიზამს. შენ რო უთხრა?
კი ბატონო, მე ვეთქვი. მე თქმა არ მიჭირს. ჯიგარი ხარ დავიდოვიჩი. ისე ერთი რამე უნდა გითხრა შვილო. ისმენ მამა. შენ გასაკეთებელ საქმეზე სხვა არასოდეს არ უნდა გაუშვა. ვიცი დავიდოვიჩი, ვიცი, მაგრამ შემჭამეს ამ ვიღაც ექიმით რა. და მე მეუბნებიან ცუდი მამა ხარო. ძნელია. მაგრამ ისიც უნდა იცოდე. სხვას რომ გაუშვებ შენ საქმეზე, მერე ის ორმაგად შენი გასაკეთებელი საქმე ხდება. და ზოგჯერ აგერ ხომ უყურებ 50 მაგათ. მართალი ხარ. ის კაცი არაფერს იხდის? ვისი სახლის არის? აშუაში ის კაცი. არა, მაინც თავისი კეთილი ნებით. სად ველოდო მაგის კეთილნებას, მამა. რასაც ველოდები ჯერ ის ფულიც არ მოუციან და ეხლა მჭირდება ზუსტად. მიდი დაასხი 100 გრამი სანამ დედა შენი მოვა. და მერე დაველაპარაკოთ. ჩემი სიმამრი ისეთი კაცი უარს არ მეტყვის, ხო? ის ჩაგიდებს საგურამოს სახლს. მაგრამ იმასაც იფიქრე, გარეთ არ დატოვა ახლა ის ხალხი. ფიქრობ, მამა, აი ყველაფერზე ვფიქრობ. ყველაფერზე მოფიქრობ. და პრიორიტეტები დაალაგე და იმის მიხედვით იფიქრე. სად ინახავს ეს ქალი ემპონიებს? სადეზე მან რა უნდა? ასეთ გამოსეჩენ ადგილზე დამალავდა. ოთახში ნახე დასასმის კარადაში. ბიჭო, გეფიცები თუ რამე მქონდეს დადანახული რა. თორე შენი ბიჭები მე როგორ მიყვარს და რომ არ მენანება მაგათვის არაფერი ძალიან კარგად იცი შენ. კარჟო, რაც ის ნაშა გაიჩინე, კაპიკი ფული არ არის. ხო, დააბრალე ახლა ნაშას. ვის დავაბრალო, აბა, ვის? სულ ქონდა ფული თო? ბიჭო, ეკონომიკური კრიზისია, რა შუაშია ნაშა გამაგებინე. ორი თვია ცეხი გაჩერებული, მაგ არაფერი არ მუშაობს. აი, რევს ბაზრობთო. რაღაცა 1-2000 მაგ და ეგ ფულიც ბრუნვაშია სულ. ეგ ვის რას ეყოფა, მაგრამ. მაიტა, ჰა, იქნება ეგრე ავაგროვოთ. შეგეგროვებინა ბატონო, შენ და შეგენახარ, მე დაგიჭანე კაცო. აუ ერთი რამე ხო შენი ბიზნესი მომაფიქრებინა, იქით უნდა გაძლიო ფული რა. კი. შენი იმედი, შენი. ნაკედა გამოიდან. ზუსტად არ მახსოვს 2000 თუ 2-ის ჩემთა უნდა იყოს, არ ვიცი. კოდი იგივეა? გამასარი ახლა კედან. აი, ჯიგარი ხარ. მადლობა. წავედი. გაჭირებულ კაცს ქვა აღმაჩი დეწიაო, მასია მაგათი საქმე. მან და მაინც ახლა უნდა ჩადონ, ბინაა თუ სახლია? თუ დათომ, თუ ნინა? უი, მე მახსოვს ეგ კაცი საწყალი. კი კაცო, რაფერ არ მახსოვს. ყველა რო დამცინოდა და თავში რომ იტყაყუნებდა, ხო? მაგაცი რაცხა სხვანაირად მეკცეოდა რა. კაი კაცია დედა. მე რატო არ მახსოვს? რა ვიცი, მე 1000 ჯერ მაინც გეყოლება და თობიძიასთან ანახი. ხოდა თუ კაი კაცია დაეხმარა შვილო. გაჭირებულ ადამიანს ხელი უნდა გვეუწოდო. რომ მოგთხოვოს ბინა ჩადეო, უნდა მიცე. რა გუჭირდათ ისეთი ყველა რო ბინასდებს. მოუჭირდათ ალბათ. ახლა ვიზა ჩემ რომ მითხრას, ჩადე შენი ღორეშის სახლიო. ხო უნდა ჩავდო მეც? აბა. ეიცა ერთ უქალი ხარ რა. ვის რაში უნდა შენი ღორეშის სახლი? ბიჭო. შენი სახლი და ფუძე, შენი დასაცინია? ა? მიდი და აუხსენი ბანკს, მე შენი სახლი და ფუძე. და ვირტყავ გაგითხარი უკვე.
ნეტა რამდენი ჭირდებათ ბაქა? საწყალე დათობიცი ალბათ როგორ ნერვიულობს. რა ვიცი, 50,000 დოლარი თუ ევრო რა, ასე თქვეს. აღარ მაქვს ნერვები. დიანანოში არ გვაქვს. ამ ბოლო დროს რა ჭუჭუკია გიტყდება ხოლმე ჩემთან, აჰა. გლახად ხარ? სერიოზული საქმე მაქვს შენ. რა საქმეა, აბა? დათობეძიას მეგობარი რო არის, სანდრო, ხო იცი? ო, მე? მაგით შეეხლიცა საცხამშენებლობაზე რა. აი, კაც. ხო და 50,000 უნდათ რომ თურქეთში წეიყვანონ და ფეხზე წამოაყენონ, კაც. ხურხული საავადმყოფო ხო არ გავხსნათ ბიჭო, აჰა. რა სიტყვი შენ? აი, მეიცა, რა დროს თურქული საავადმყოფოა, კაცო. ახლა მე ვიფიქროთ რა ფერდე ვეხმაროთ იმ კაცს. და დავეხმაროთ მე, ჰა? სულ მინდა რომ მივცე მაგ ფული. სულა 50,000. პესიატეში ბიჭო. ო, რა იყო, შეკაცო. ტეზერში არ გვაქვს მოგების ფული გადარახული. მე ხო იცი რომ არ ვკიდებ მაგას სახელს. ბიჭო, მაგიქე ვიცი, მაგრამ აი, უეჭველი უნდა დავეხმაროთ რა, აი, უეჭველი რა. წარმოიდგინე ბიჭო, გაგვაღმერთებენ ბიჭო. თან ახლა ისე მიგვდის საქმე, რომ უცებ ამევიღებ თან ფულს. ცოტა ხანში ისეთი დრო მოვა ჩემოთენგო, რომ აღარაფერი აღარ იქნება ეს ფული ჩვენთვის რა. და იქით სიცოცხლესაც გადავარჩენთ. ასე მივიდეთ ერთად ბედაში და ეს ფული ჩვენგან თქვა ასე უთხრათ ბიჭო. აი, აღარ უნდა მაგდენი ფიქრი რა. ისე შამილა გასპარიანი ეძახდა ხოლმე რა, ცხონებული. ქველმოქმედებაც ბიზნესი არისო. ას მაგათ აგიბრუნდებაო. ბიზნესის დაუწერელი კანონია ეგა. ცხონებული რატო? მოგდა? მა. თქო თავისი კდილით. საწყალი. ქნათ ჰა. ავტორიტეტის ფული არის. მაგრამ რამდენი გვაქვს? ზუსტი ინფორმაცია გააქვს შენათ ეზერიდანა? 400,000 ევროა ბიჭო. სულ მეუბნებოდი ხოლმე ბიჭო, გადაინახე მეთქი და რამდენი გადაუნახი ამ კარგ მოთმულს ახედაო. ძალიან ჭკვიანები ვართ რა. მაგარი ბუღალტერი ყავს რა. მოდი ჩვენ ზარაჩკებს გავუბარჯოს. გაუბარჯოს. თანახმაა ჩემი სიმამრე. დედა ჩემ შემარ დაელაპარაკება ხამე. იმანიც რა და როგორ. აბა ჯიგარია თო. მაშინ ჯიგარია. წლებს დავაძინე ბავშვები. აგერ ძმაო ეს ჰოლანდას კარტიდან 2,000. თასლარი მქონდა, მეტი არ მქონდა და აი მოვიტანე. ახალი წლისთვის ვაგროვებდი. მე რა. ხა ბავშვები არ გამიგვიძა. გამარჯობა. მოგძანდით. მოიცა მოვიტანს კამერა. მოკლედ გავიგეთ ინფორმაცია თქვენი პრობლემების შესახება და მივიღეთ გადაწყვეტილება. სანდრიკას რეაბილიტაცია გამოჯამრთელებასა მთლიანად აფინანსებს ბათე ჯენერალსი.
გიგერები მე მოიმენე გიგერები იმდაც აი ხა